ლილოს დასახლებაში განახლებულმა სპორტულმა კომპლექსმა დაიწყო ფუნქციონირება. სპორტული ცენტრი ლილო დღეს თბილისის მერმა გახსნა. კომპლექსის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და საჭიდაო და ფეხბურთის მოედნებია განთავსებული. ახალ კომპლექსში ვარჯიშს დღეიდან 300-მდე სპორტსმენი შეძლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა და შესაბამისად ტრადიცია ჭიდაობისა მოდის სწორედ აქედან. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით, აღწევთ თანამედროვე მოწყობილობებით, ხალიჩით, ინვენტარით, გავაკეთებთ გასახდელები და ყველაფერი იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი. რამოდენიმე თვის წინ უმოკლეს ვადებში მერის სპორტის სამსახურმა მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა აღნიშნული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც ჭიდაობის სპორტის ამსახეობას ნამდვილად შეუწყობს ხელს, რათა განვითარდეს და მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ღირსეულად წარდგეს ჩვენი ქვეყანა. ამ დაწესებულის გახსნას უკვე წლებია ითხოვდნენ მოქალაქეები და საშუალება გამოჩნდა იმის, რომ გააკეთა აღდგა და დღეს უკვე უამრავი ბავშვია დაკავებული ამ სპორტის სხვა სახეობებით და ველოდებით წარმატებებს.